საგერის საკრებულოს დეპუტატი განსასჯელის სკამზე გამოძიება ლაშა ლეთოდიანს ეგრეთ წოდებული ქურდული სამყაროს მხარდაჭერას ედავება. ოცნების სატელიტის ხალხის ძალის წარმომადგენელი 28 ადამიანთან ერთად დააკავეს. საქალაქო სასამართლო დღეს აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს, ნაწილი უკვე გაუშვეს საპატიმროში. სამ პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. დია ბაძაღვა აგრძელებს თემაზე ფორმულას პირდაპირ ეთერში საუბარს. დია გისმენთ. დიახ, თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს პროცესი, რომელზეც ბრალდებულები არიან ქურდულ სამყაროსთან წევრობაში. ეს საქმე დაყოფილია სამ ეპიზოდად და კონკრეტულად ამ ეპიზოდში, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ბრალდებულია 11 პირი და მათგან ერთ-ერთი არის ლაშა ლეთოდიანი, საგერის საკრებულოს მოქმედი დეპუტატი, ფრაქცია ხალხის ძალის თავმჯდომარე და ამ წუთებში სწორედ მისი ადვოკატი წარმოთქვამს სიტყვას სასამართლოს ხტომათა დარბაზში. მანამდე ისაუბრა პროკურორმა ვაჟა თოდუამ, რამდენიმე ეპიზოდზე ისაუბრა ამ საქმესთან დაკავშირებით და თქვა ის, რომ ლაშა ლეთოდიანი, რომელსაც ბრალდების მხარე ედავება, მხარდაჭერას მიმართავდა შალვა ნაყეურს, რომელიც ბრალდებულია ამავე საქმეზე და მას ედავებიან ქურდული სამყაროს წევრობას. გარდა ამისა, მან თქვა ის, რომ ლაშა ლეთოდიანმა იძალა იმ პირებზე, რომლებმაც უპატივცემულობა გამოხატეს შალვა ნაყეურის მიმართ და მიაწოდა მათ ამ კონკრეტული პირების მონაცემები. რაც შეეხება თავად შალვა ნაყეურს, როგორც პროკურორმა აღნიშნა და ასევე სხვა პირებს, რომელთაც წევრობას ედავებიან, ისინი თავის მხრივ მიმართავდნენ საზღვარგარეთ მყოფ ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდებს, მათ შორის მამუკა კვიჟინაძეს, რომელიც ეგრეთ წოდებული ქურდული სამყაროს წესებისა და ტრადიციების მიხედვით იღებდა გადაწყვეტილებებს სხვადასხვა დავებთან, მათ შორის ფინანსურ დავებთან დაკავშირებით და იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ აღსრულდებოდა, ეს კონკრეტული პირები, რომლებიც ბრალდებულები არიან, ემუქრებოდნენ ფიზიკურად და ასევე ანგარიშწორებით და სიცოცხლის მოსპობით. რა პოზიციას დააფიქსირებენ თავად ბრალდებულები, ჯერჯერობით არის უცნობი, საინტერესოა ექნება თუ არა რაიმე სათქმელი თავად ლაშა ლეთოდიანს, რომლის ადვოკატმაც რამდენიმე წუთის წინ პროცესზე თქვა, რომ ის არის ხალხის მიერ არჩეული და მათი რჩეული. ამ ეპიზოდში ბრალდებულთა უმრავლესობა, ბევრი მათგანი არის სწორედ ცაგერის მუნიციპალიტეტიდან და ამ საქმეს განიხილავს მოსამართლე დავით კურტანიძე და ის მსჯელობს 11 ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე. ჩვენ რა თქმა უნდა გვექნება პოზიცია, რომ არ არსებობს ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლები. ფაქტობრივი ის, რომ არ არის დასაბუთებული ვარაუდი სტანდარტი, რომ პირების უნდა წარგენილი იყო ბრალი და განხილული იქნეს აღკვეთის ღონისძიების საკითხი და გამოყენებული იქნეს რომელიმე აღკვეთის ღონისძიება, მათ შორის ის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება, რაც წარმოადგენდა შუამდგომლობის სახით ბრალდების ხარ და ასევე ფორმალური საფუძვლები, არანაირი მიმალვის რისკი, არანაირი ახალი დანაშაული ჩადენის ან მტკიცებულების განადგურების მოწმობის ზემოქმედების რისკები არ არსებობს. შესაბამისად, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ გარემოებებს, რაც ჩვენ გვაქვს, დაცვის ხარის წარსადგენი, გაითვალისწინებთ და არ იქნება გამოყენებული ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება ჩემი დაცვის ქვეშ ყოფების. ჩემი დაცვის ქვეშ ყოფის განმარტებით არანაირ ქურდულ გარჩევებში არ მონაწილეობდა, უარყოფს ყველანაირად რაიმე კავშირს და ამბობს, რომ აბსურდულია ის ბრალდება, რასაც მას ბრალდების მხარე ედავება. ბრალდების მხარე ცხადია მოითხოვს აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნეს პატიმრობა, თუმცა ჩვენ ვიშუანგումლებთ, რომ სასამართლომ გამოიყენოს გიდაო. ჩვენთვის ცნობილია, რომ კონკრეტულად ამ ეპიზოდზე ბრალდებულთა ნაწილის ადვოკატები მოითხოვენ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას და ამის შესახებ ხტომის დასრულების შემდგომ გახდება ცნობილი, თუმცა ასევე გეტყვით იმას, რომ 1 საათში უნდა დაიწყოს კიდევ ერთი პროცესი ამავე ეპიზოდიდან, რომელზეც ბრალდებულია 9 პირი და მათ შორის ერთ-ერთი არის ქალი. იმ ეპიზოდზე ბრალდებულ პირებს ედავებიან ეგრეთ წოდებული კანონიერ ქურდთან მამუკა ჯაფარიძესთან კავშირს, როგორც ეს ბრიფინგზე განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დირექტორმა დავით კიკნაძემ და გადაწყვეტილებას თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე გავიგებთ მოგვიანებით, თუმცა ასევე გეტყვით იმასაც, რომ გუშინ გაიმართა კიდევ ერთი ეპიზოდის პროცესი, სადაც 9 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.